მოგესალმებით, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, მე მქვია ვიქტორია, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება აქ და მოდით ვნახოთ, როგორი იქნება 2026 წელი ლომის ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლებისთვის. ვნახოთ აბა. ვნახოთ, როგორი იქნება 2026 წელი ლომებისთვის. წამყვანი ენერგია 2026 წელს. ფინანსური ენერგია და სასიყვარულო ურთიერთობების ენერგია. წამყვანი ენერგიით ვიწყებთ და ეს არის პენტაკლების სამიანი. და პირველ რიგში ძვირფასო ლომის ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლებო, აქ მოდის ძალიან ბევრი მოლაპარაკებები, შეთანხმები, შესაძლოა კოლაბორაციებიც კი, ვისთვისაც ეს აქტუალური და შესაძლებელი არის. იმიტომ რომ ზოგს ისეთი სამსახური აქვს, ზოგს ისეთი. და პირველ რიგში აქ იგრძნობა რაღაც ახალი გასაუბრებები, ახალი ფინანსური პოტენციალიც. თუ თქვენ ხართ ინფლუენსერი ან გაქვთ რაღაც ისეთი პროფესია, აქ სავსებით შესაძლებელია იყოს როგორც კოლაბორაციები, ასევე ახალი კონტრაქტები, ახალი მოლაპარაკებები ზოგადად ადამიანებთან. ვისთვისაც ეს აქტუალური არ არის, ამ შემთხვევაში ვიტყოდი იმას, რომ თქვენი ფინანსური ენერგია განიცდის აუცილებლად ზრდას, პლუს ამასთან ერთად თქვენ ძვირფასო ლომის ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლებო აუცილებლად იგრძნობთ გარკვეულ დაცულობას სამყაროს მხრიდან. აქ იქნება ახალი ადამიანების გაცნობა და შესაძლოა მოგზაურობაც კი. ნახოთ ახლა ფინანსების კუთხით კვერთხების ტუზი იდეალური არკანი მეგობრებო. ახალი შესაძლებლობები, ახალი შანსები, ახალი ენერგიები იქნება თქვენთვის ხსნილი ლომის ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლებო. რაღაც ახალ საქმიანობასაც დაიწყებს ძალიან ბევრი თქვენგანი, ან ზოგადად აქ შეიძლება იყოს ბიზნესის, კარიერის ზრდა, ახალი კლიენტურა, ახალი აუდიტორია, ახალი კონტრაქტები. პირადის კუთხით რა გელოდებათ? კვერთხების მეფე, კონკრეტული კვერთხების მეფე მოიჩქარის თქვენკენ. თუ თქვენ ცხოვრების ამ ეტაპზე ხართ მარტოსული, არ აქვს მნიშვნელობა მამაკაცი ხარ თუ ქალბატონი, თქვენს რეალობაში მოდის საპირისპირო სქესის წარმომადგენელი, მოდის რაღაც ახალი სასიყვარულო ურთიერთობა, ან რაღაც ახალი ინტერესი, საკმაოდ ჯანსაღი, როგორც მინიმუმ. ხოლო ვისაც ყავთ პარტნიორი, მათთვის ვიტყოდი იმას, რომ აქ ურთიერთობაში აუცილებლად იქნება როგორც ზრდა, ასევე ურთიერთობაში იქნება მეტი ენერგეტიკული სიმძლავრე, მეტი გვერდში დგომა, მეტი ურთიერთგაგება. ნახოთ კიდევ ზოგადად რა ელოდება ლომის ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლებს 2026 წელს. რა გელოდებათ? პენტაკლების 10-იანი, ოჯახური სიმყუდროვე, ოჯახური ბარაკა, ოჯახის შექმნაც დიდი ალბათობით ბევრი თქვენგანისთვის, თუმცა ასევე შესაძლებელია ზოგადად ოჯახური მატება იყოს ახალი ოჯახის წევრის სახით ან ფინანსების სახით, ყველასთან ინდივიდუალურად და გელოდებათ ასევე ხმლების რვიანი, რას ეხება? გარკვეული, ნახეთ, პენტაკლების 10-იანი და თასების 10-იანი, ორი ასეთი ოჯახური სიმყუდროვის, ოჯახური ბარაქის არკანი ამოვიდა. ხმლების რვიანი მეტყველებს იმის შესახებ, რომ ახლა ცხოვრების ამ ეტაპზე გარკვეული შეზღუდვები არის, რაღაცეები არსებობს თითქოს თქვენთვის ერთი შეხედვით შეუძლებელი და ზუსტად ამ სიტუაციებიდან შეძლებთ, რომ გამოხვიდეთ ვიღაც კონკრეტულ უბრალოდ ენერგეტიკულ ქურდებს, ენერგეტიკულ პარაზიტებს მოიშორებთ და ნახეთ ოჯახური ჰარმონია მოდის თქვენკენ. გავიმეორებ, ვინც ახლა მარტოსული ხარ, თქვენს რეალობაში აუცილებლად შემოვა ახალი ადამიანი. სულ ეს არის მეგობრებო, ამაზე დაგემშვიდობებით, წარმატებები და ნახვამდის.